გამარჯობა მედანეებო, როგორც შეგპირდით, გიბრუნდებით ყოველ შაბათს უკვე ამ კონკრეტული ვიდეობლოგით. დღევანდელი ვიდეობლოგი დაეთმობა Microtech-ის ძალიან საინტერესო მოდელს Stitch-ს. ვისაუბრებთ ამ კონკრეტული მოდელის შესახებ. დეტალურად ვეცდები რომ მოგიყვეთ ყველანაირი მისი პარამეტრი. შესაბამისად, რა ვიცი, ძალიან საინტერესო ვიდეოს გვირდებით რა, კონკრეტულად ამ დანიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ყველასათვის ძალიან სასურველი, განსაკუთრებული დიზაინის მქონე დანაა და შესაბამისად თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს. იმისათვის რომ ამ ტიპის ვიდეოების სერია განვითარდეს, არ დაგავიწყდეთ რომ ვიდეოს ქვემოთ დააჭიროთ გამოწერის და მოწონების ღილაკებს. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ. კარგით, გადავიდეთ ესე იგი კონკრეტულად ამ დანაზე, ტრადიციულად დავიწყოთ შეფუთვით, სტანდარტული ამპულზე უკვე ბევრი გესაუბრეთ, ყურადღება მისაქცევია აი ამ სტიკერზე, რომელიც ამ გვერდზეა განთავსებული, 5 ხარისხიანი, ხელიდან გამომდინარე ეტყობა რამდენად ხარისხიანი და აი ეს თვითონ ეს ლოგო როგორ არის ამოტვიფრული, წარწერა, მოკლედ იგრძნობა თავიდანვე ხარისხი, შესაბამისად ამ პულზე დიდხანს აღარ გავჩერდები. შიგთავსიც ტრადიციულად იგივე, ასევე პარკი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აი ეს კონკრეტული სტიკერი, სადაც მითითებულია იმ ადამიანის გვარი, ხელმოწერა, რომელმაც ეს კონკრეტული დანა გაყიდვამდე შეამოწმა და დაადასტურა, რომ მის მზად იყო გასაყიდად. მოდით გადავინახოთ ახლა უშუალოდ ამ კონკრეტული მოდელის აღწერაზე. ესე იგი, Microtech Stitch-ი. აი ესე გამოიყურება. სასწაული ვიზუალი აქვს, ბორკას დიზაინი, ხო? აი აქვე არის მითითებული ზოგადად ამ კონკრეტული ბრენდის ლოგოც, ანუ დიზაინერის ლოგოც, მოდი ესე ვიტყოდი, პრინციპში ბრენდიც არის უკვე. და ეს არის რაღაც კოლაბორაციული მოდელი. შესაბამისად, აი ესე გამოიყურება Microtech-ის Stitch-ი, რომელიც ბორკას დიზაინის ბაზაზე არის შექმნილი და არის კოლაბორაციული პროექტი, ხო? მისი საერთო სიგრძე არის, ესე იგი, 21.5 სანტიმეტრი. აი ესეთი პირი აქვს. ამ პირზე თავისთავად არის შესაბამისი წარწერები. ესე იგი, აქ მითითებულია ტრადიციულად სერიული ნომერი, მითითებულია გამოშვების წელი. კონკრეტულად ეს მოდელი არის 21 წლის, მე-10 თვის. Microtech-ის ლოგო, პირი არის M390, ხელში სასწაულად ზის, ძალიან მაგარია, ანუ ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოდელია, როგორც ასეთი, ხო? ავტომატიკა თავისთავად შეატყვეთ, ანუ ავტომატურად იხსნება ღილაკზე. მიუხედავად აი მისი სიდიდისა, აი ყოველდღიურად საუკეთესოდ გამოიყენებთ. ანუ არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით კონკრეტულად აი ამ დიდი მოდელის ტარება და იმ თვალსაზრისით, რომ უხერხულობა არ შეიქმნება ცხადია, აი ამას გულისხმობ რა. აქ ესე იგი თავისი კლიპსი, რომელზედაც ასევე Microtech-ის ლოგო არის გამოსახული. აქ კონკრეტულად ჩემს მიერ გაკეთებული ბიდი არის და ლანიარდი, ანუ დაწნული, ჩამოსაკიდი, ასე ვთქვათ. ანუ აქ შესაბამისად გასაყრელი, ამის თქმა მინდოდა და აი ნახეთ ავტომატიკის მექანიკა, ხო? ანუ გახსნაზე, ანუ ისეთი დარტყმა აქვს, ფაქტიურად აი რა ვიცი რა, ანუ თითქოს გივარდებათ ხელიდან, რა, აი სასწაული დარტყმა მოდის გახსნის დროს. დაკეცვისას ისევ, აი ეს ღილაკი ატარებს რაღაც ერთგვარ ფიქსატორის ფუნქციას, ანუ ამ კონკრეტულ ღილაკზე დაჭერით შემდეგ უკვე შესაძლებელია პირის დაკეტვა. ტარი საკმაოდ კარგად ზის ხელში, მისი ზედაპირი აი ესეთი თითქოს და სპეციალურად, ანუ ხელიდან რო არ გასრიალდეს, ანუ ისეთი ზედაპირი აქვს, ანუ თითქოს და ესეთი ამობურცულები აქვს, რაც აი კარგად ზის შედეგად უკვე ხელში. თვითონ დანის ხარისხი საკმაოდ მაღალია რა, ანუ Microtech-ის დანებიდან გამომდინარე, აი რა ვიცი, ვერაფერს ვერ იტყვი, ანუ თვითონ აი ეს კონკრეტული თითოეული ვინტი, თვითონ ტარი, პირზე აღარაფერს აღარ ვიტყვი, აი ეს სპეისერი, ანუ შუა, ყველაფერი არის აი იდეალურად ხარისხიანი. და რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს დანა, აი რა ვიცი, ჩემს ტოპ ათეულში
აუცილებლად დავასახელებდი როგორც ერთ-ერთ რაღაც ძალიან სასურველდანას და ყველას გირჩევთ რომ ანუ მაიკროჰოლიკები თუ ხართ და მაიკროტეკებს აგროვებთ, ნუ ერთ-ერთი ეს მოდელი აუცილებლად უნდა გქონდეს რა. აი ისეთი მოდელია, აი iconic models რო ეძახიან, ანუ იკონური მოდელია, რომელიც ყველა მაიკროჰოლიკს უნდა გქონდეს თუ გეგმავს რომ რაღაც მაიკროტეკების კოლექცია დააგროვოს. აი ესე გამოიყურება უშუალოდ ეს მოდელი. პირი ნახეთ როგორია რა, ანუ თვითონ პირის სიგანე არის დაახლოებით, რა ვიცი, ყველაზე განიერ ადგილას არის 4 სანტიმეტრი. პირი არის Stonewall-ში, აი ესეთი დამუშავება აქვს. ნუ გარდა ამისა, ეს მოდელები არის DLC, ანუ სულ შავი დაფარვა რო აქვს პირის, არის სტანდარტული, ანუ ჩვეულებრივი პირითაც. ნუ ესე გამოიყურება უშუალოდ Stonewall-ში, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება, მე ვიტყოდი. ხო, გარდა ამისა, ამ ტიპის მოდელებს კიდევ სხვა კონკრეტული სერიის ფარგლებშიაც შეხვდებით. ანუ Signature სერიაშიც არის უშუალოდ კონკრეტულად ეს მოდელი. ასევე, ნუ თავისთავად არის მექანიკური სტიჩები, რომელიც უკვე უშუალოდ აი ბორკას წარმოების არის და გირჩევთ რომ ამ ვიდეოს მერე თვითონ ბორკაც შეამოწმოთ, ანუ დანების კუთხით და ნუ გაცილებით უფრო რაღაც სხვა level-ს დაინახავთ დანების წარმოების თვალსაზრისით. ხო, ანუ რა შემიძლია რომ გითხრათ? აი ესე გამოიყურება საერთო ჯამში ეს დანა. ძალიან მაგარია, როგორც ვთქვათ, კოლექციისათვის, ასევე როგორც მაგალითად რაღაც კონკრეტული ყოველდღიური დანის თვალსაზრისით. ეს პირი მიუხედავად მისი რაღაც განსხვავებულობისა, ძალიან პრაქტიკულია. აი, როგორც ვიტყვიან, მოშნი პირია ძალიან. და ვიცი, ყველაფერში გამოყვებათ რა. და თვითონ ნუ დანაც თავისთავად ზუსტად იგივენაირია, ანუ ყველაფერში გამოყვებათ. სასწაული ავტომატური მექანიკა, აი სასწაული. რა ვიცი, დღეისათვის სულ ეს არის, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გამომეორებ, რომ თუ გსურთ მსგავსი ვიდეოები კიდევ გაგრძელდეს, ამისათვის საჭიროა, რომ ვიდეოს ქვემოთ დააჭეროთ მოწონების და გამოწერის ღილაკებს. ძალიან დიდი მადლობა და დროებით მომდევნო შაბათამდე. მადლობა.